მოგესალმებით, ეს იქნება ტრაქზე ჩაბარგების და გადაბარგების ვლოგი. გათენდა მოვიმარაგოთ წყალი, ჩვენ გავჩერდით Walmart-ში. კიდე რაღაცები მაქვს საშოპინგო წასვლის წინ. სულ გადარბენა გვაქვს ხოლმე და რაც Walmart-ში მჭირდება, ვცდილობ ეხლა ავიღო. ნუ ისეთი რაღაცები, რაც დიდ ადგილს არ წაიღებს. და მგონი დაგჭირდება კიდე ერთი ჩემოდნის ყიდვა. დენი მრავალფეროვანი ჩუსტიც არასდროს მინახავს Walmart-ში. ჩუსტი და კროქსები. მე მგონი აი ამას ავიღებ. ძალიან საყვარელია. ბიჭების სექციაში ვარ, მაგრამ გოგორთან არაფერი არ არის ესეთი ლამაზობები და თან აეროპორტისთვის მინდა ისეთი მსუბუქი ჩასასმელი, რომელსაც არ გამხდიან შემოწმებებზე. მომწონს. სნიკერსის ნაყინი ავიღე და დუბაის შოკოლადის მოჩი. მე წამოვედი Panda Express-ისკენ. ალექსი მანქანაში გავუშვი. ნაყინები რო არ გადნეს. ძალიან მიყვარს. მთელი ორი თვე ვეძებ ხოლმე ტრაქსთან ძირითადად პლაზებზე არის ხოლმე, მაგრამ არასდროს არ მოგვიწია ის ადგილას გაჩერება, სადაც ეს იყო. სუნიც კი მიყვარს აქაური. ძალიან ბედნიერი ვარ, სანამ გავჩერდებოდით ალექსმა დაინახა და Panda Express-ი ყოფილა. მაგასაც გავხარდა, რომ ნახა იმდენი ხანია მინდა. უკვე ზაფხულის ამინდებია ძალიან ცხელა, მაგრამ მინდა რომ საქართველოშიც ესეთი ამინდი დამხვდეს და არა წვიმა. ბოლო 5 წელია, მე მგონი 5 წლის მანძილზე სულ 5 ჯერ ჩავედით, 6 ჯერ თუ არა და სულ ჩავდივართ ხოლმე ზამთარში, აი გვიან შემოდგომა და ზამთარი რო იწყება ისეთ პერიოდში და სულ ისეთი ცუდი ამინდებია, თოვლი, ჭყაპი და აღარ მინდა უკვე ეგეთი ამინდის თანახვა. წინ ძალიან ბევრი მანქანა იდგა და უკან გავაჩერეთ. თან Home Depot-ს არის და აქეთ იყო სივრცე. ეხლა დავაგემოვნოთ ჩვენი მოჩი. აი, ხანი არ მიჭამია. რამდენიმე წელია საერთოდ არც მოთხოვნილება არ მქონია. არ მედო საყინულეში და გამდნარა. საფაფლა, აღარ მახსოვდა ესეთი რო იყო. ძალიან გამისწორდა. დავიწყოთ ჩალაგება. ეს ყველაფერი აქეთია და ეს აქეთ. აჰა, გადასაგდებიდან საცმელის გავამზადეთ. თონცინი. და წავიდა ალექსი ტანსაცმლის გასარეცხად. ეხლა ორნი ვართ, მაგრამ იმდენი რაღაცა გროვდება და მე თან პლუს ამას რო ჩავდივარ, იქ ჩასასმელი არაფერი არ მაქვს. და ყველაფერს იქ ვყიდულობ ისევ. 1-2 მუსის წაღება მინდა. ой, ეს რა არის გაიხსნა? და ამისეც კაი კრემი არ მომეწონა და თითქმის სავსეა სულ ცოტა გამოვიყენე. ეს სულ ახალია და ესეც ერთხელ გამოვიყენე. ხო და მეშინი არ ვარ გაუშვა სამხელა ზიპიც არ მქონია არაფერი და რანაირად უნდა შევფუთო. ქვემოთ აი აქ არის ერთი სივრცე, სადაც მედო ეს ყველაფერი და ერთი შამპუნი. აი წინაზე რო ვიყიდე. აი ეს გახსნილა. და ისე დაცლა, რომ ალბათ მხოლოდ ერთი გამოყენება იქნება დარჩენილი. ესენიც რო არ გასკდეს, ესეთი რაღაც მოვიფიქრე. არ ვიცი რამდენად უშველის, მაგრამ იმედია დაიცავს. ეს თავსახური რომ მჭიდრო და ქნევა, მე არ მგონია რამე მოუვიდეს. არ ძრება. კაია. ძიმე კი არის ეს. 310 მილიგრამი. ალექსი წავიდა დარჩენილი ტანსაცმლის გასარეცხად. ბევრი რაღაც გადავყარეთ, მაგრამ ძირითადად ზამთრის იყო და ეხლა რადგან ზაფხული მოდის, შევამცირეთ ჩვენი ბარგი. აი ეს პროცესი არის ყველაზე დამღლელი ჩაბარგების. და იქაც რა ვიცი. 3 ჩემოდანი მაქვს დასახარისხებელი. აქედან რო ჩავდივარ, ვერ ვახერხებ ხოლმე უცებ ყველაფრის გადახარისხებას და საქართველოშიც ბევრი საქმე ველოდება. ძალი მხარე კარგად გავავსე და ამეორის ჯერია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიტევა. არ მგონია. მამა ჩემი არის ესეთი მჭიდროდ დაკეცვების სპეცი. ეხლა რაც მე ძლივს ჩავადი, ამ ხელად შემოდა შეიყურე, გაივსო ეს ჩავდე და გაივსო. შეუძლია რომ ამდენი რაღაც ერთ ზოგჩანთაში ჩაატიოს. აქ კიდე რა ამბავია. აუ ეს კუდი. ეს საყვარელია. ხდება. რო დავინახე, ეგრევე წარმოვიდგინე, გაშლილი, დახუჭუჭებული თმებით და ზღვაზე რო გავილი სანაპიროზე ამეთი, ზღვაზე.
თუ შეამჩნიოთ ვლოგებს ძალიან სწრაფად და ახლა კი ერთად გავიწმინდოთ სახე. Სისგან დამცავიდე BB კრემისვია. პირველი ვიტან ამას პირდაპირ. ეს ბოლოში ცოტათი რჩება. ამის მოვიხსნა. ბიჟუთერია. ბოლოში ცოტა თეთრად რჩება, მაგრამ მე აი იმას დავიტან ცოტას. ისე ნაზად ასუფთავებს სახეს. სუნიც ძალიან კარგი აქვს და სისუფთავი შეგრძნებასწავლებს. ალექსმა რო ტანსაცმელი მოიტანა, ეგ ახლა მოჩა გაშრობას. და მე უნდა წავიღო. მასაჩუსეტსში კაი თბილი ხალხი ჩამოყალიბდა. მოვიტანეთ ტვირთი და ნახე რომ ახლოს არის Starbucks-ი და გადავირბენიცებ ყავაზე. როცა ვიცით, მალე უნდა წავიდეთ. ტრაქსაფის საჭმელს და მანქანაში მომზადებელს გულს ვერ უდევთ. და ახლა გავისაინე ფეხით დავათვალიერებ, იქნებ რამე ნორმალური იყოს და თან გავიყოლებ. ნაწვიმარი ამინდია და ხანდახან არ ვიცი რატო არ ექსონიან, საიდან მოდის. აი ნაწვიმარზე ასფალტს ასდის გარშემო არის ლაყი კვერცხის სუნი რაღაცნაირ თუ ხავსის. უსიამოვნო. წასვლის წინ სულს ეგვემერთება, რომ კრედიტ ბარათების ლიმიტებს ვწურავთ ბოლომდე. კი გადავიტანეთ ახლა, მაგრამ ჯერ არ არის ასახული და დროს ჭირდება და ანუ შეივსო ეგ საკრედიტო ლიმიტი. მანქანის ქირაობისას ხშირად ითხოვენ ხოლმე, რომ საკრედიტო ბარათით გადაიხადო, არ იღებენ არც cash, არც debit ბარათს და ძირთადად ესე არის, რავისადაც მივედით, ყველგან ესე გთხოვდნენ და ეხლა უნდა შევწყვეტო საკრედიტო ბარათების გამოყენება. რომ რამე არ გაგვიჭიანურდეს. მოვიდეთ Starbucks-ში. ყოველს რო დავლია ისეთი უგემური იყო, მხოლოდ რძის გემო იგრძნობოდა. ახლა გავაკეთებინე ექსტრა ესპრესოთი. შაქარს მე მგონი არ უკეთები. ახლა ძლიერი არის, მაგრამ ლატე გადამეყარდა თუ რა არის, ვერ ხვდები. აღარ მომწონს ისე ძალიან. აი ხალი მეუბნება, ლატვიიდან ხო არ ხარო და მეთქი არა საქართველოდან და ჩემი შვილი შეყვარებულს მიგამსგავსეო და ვიფიქრე იქიდან ხო არ არის ლატვიელი შეყვარებული ყავსო. გუნდა იყოს პიცერია და მე მგონი ეს არის. ავიღოთ პიცაც. ეგ პიცერია დაკეტილი იყო და წმენების ბარში მოვედი. არაფერი ქონდათ საინტერესო. ცოტა ადრე არის და ყველაფერი დაკეტილია. ასე რომ მხოლოდ ყავით მომწევს ალექსთან დავრუნება. დღეს დავცლი მაცივარს და გადავარ ყველაფერს ზედმეტ. ის ცოტა დადნა ეს ყინულები. ყველაფერი წლიანია. ტესტო. აუ დადნა? რა დადნა ნახე კიდე რამდენი ყინული. კვერცხი. მოხარშული კვერცხი. გადავაგდოთ. ეს საერთოდ არ გაგვიხსნია. საქართველოს ხარ წავიღოთ. ხალხი გაგიჟდება ახლა. წამოგეღოთ კვერცხი და სამწუხარო არ ვაგდებთ, მაგრამ აბა რა ვქნა, თვის უნდა მიცეთ. აქ ის რა შეჭერდება შენი პროდუქტი. კოკო დავტოვა, იყოს ესა. აუ თევზი ეს ყინული დავამტვრია ხელით, მაგრამ მაინც ბევრია. ძალიან ბევრია ეს მთლიანად გავსებული იყო, კარიც აღარ იკეტებოდა ბოლოს ისე იტანე ყველაფერი. აი, დამდნარი წყალის. ჩავუწიეთ მაცივარს ბოლომდე, მაგრამ ეს ყინულები მაინც არ დნება. მოიცა წახვიდე. ეს კიდე გაყინული ის რაღაც. შეა ხო? კი, ხო, იოგურტები და კოკო. წავიდა ალექსი ტვირთის ასაწონად. აქ იყო Volvo-ს შაშენებული მაცივარი და არ იყო ტევადი. ბოლოს რაღაც სისტემა მაურია და ყინულები იმ სისქეზე დაედო, რომ 2 დღეა სულ მინიმუმზე დავიყვანეთ. მაინც არ დადნა ეგ და ფიქრობთ, რომ გავთიშოთ. წინა მწვანეთ რაკზე რო ვიყავით, ნაყიდი მაცივარი ქონდათ და ისეთი კომფორტული იყო. იმდენი რაღაც მეტეოთა, იმდენი საჭმელი პროდუქტი. ხო და შესაბამისად ბევრ გემრიელობასაც ვამზადებდი. მაცივარი ჩვენ რო კონდიციონერი ქონდა იმის არის. მიდია. ეს უკანონო გადავაგდო სად? ნახოთ. რა მხოლოდ მაცივარია ხო? იმ Volvo-ში არის მგონი ამ ხელა. ეს მე მგონი დაბლოკილი ექნება 10. ვაა! ნახინის ცისას არის ადგილი. მაცივარი კარგია, ჩაკი კარგია. თან ეს გაურეცხავთ ახლა ნახე ეს ვარია. ესეთი რაღაცების მომწეს ტრეფები და ჯაჭვებიც მომწეს, არ დამჭირდება ხა ჯაჭვების მაცივარმა გაასწორა. ყველაზე მეტად რაც ტრეილერში მადარდებს ხოლმე არის მაცივარი. მაცივარი და საწო. ეს რა გქონს კარგია. აქ მიკროფონს არ ვიყენებ ხოლმე და სანტაია რა არა ყენია. ადგილს დავზოგავს. კიდე აი ნახოთ რამდენი მაგიდა არა გვაქვს. ანუ ეს გვაქვს მარტო ნახე. მოიცადეთ სამი.
23,000 აქვს მხოლოდ გარბენი რა. ესეთი ეგ გამუშავოთ პლანშეტად? კი, მუშაობს ეს, პლანშეტი იქნება? გასაკეთებს არ ვიცი. ისე შურია. კაროდის ნაკლებობა არის, ალექს. ერთი ზაფხულია და ზაფხულის განსაცმელები გვეყოფა. მეორე სათავსო? საკიდები გვაქვს? არა. მეებისთვის არა. ესეთი რაღაც არის, მაგრამ საკიდი არის? ეხო? ალექს, ემოთაც არის მატრასი. დავიწყოთ მაცივრის ჩალაგება. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადგილი დამჩაკიდევ და ნაყინის ყიდვა დამავიწყდა. შემდეგში ვიყიდე აუცილებლად. ავიყვანეთ. ფერი კარგია, ხო? კაი, მეც მომწონს. ხვალ მიხდება მოხდება. ხო, რაღაცა ინსტაგენური ფერი არის. იმედია ხვალ ჩავიგდებენ ტვირთს სტილით. ამას მოხდება არიზონას გზები. უდაბნო და რაღაცები. დღეს მანქანა ვეღარ დავტოვით, დაიკეტა უკვე. სადაც უნდა დაგვეტოვებინა. ახლა აქედან კამერიდან თუ გვიყურებენ და გადაობენ. მაგრამ ხო ვთხარით რომ კონტენტ კრეატორები ვართ, რაც გავაკვირდეთ. ვიდეო ხო გადავიღეთ, წამოიღე, წავიდეთ, დავტოვეთ და ავერდოთ. აი, წავიდეთ, რა წარმატება. ასე გამოიყურება ჩვენი მაცივარი. აქ მაქვს ბოსტნეული, კვერცხი ყველი, აქეთ რძის ნაწარმი, აქაც რძის ნაწარმი. ეს ავოკადო, ამდენი წვენები უკანაც მაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მაცივრით. ერთხელ რომ ყავდა 2 წლის წინ ტრაქი, მანდ იყო ამ ხელად მაცივარი და იმ ტრაილერიდან ძალიან მალე წამოვიდით და ისე მწყდებოდა გული. ეხლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ ხელა მაცივრიანი ტრაქი შეგხვდა. 6 საათი ყოფილა, ტყუილად გაგაღვიძე მაპატია. ჩემი ტელეფონი 7 საათი ჩვენებს არის. Walmart-ში მადუღარა ვიყიდოთ, თუ გინდა. Walmart-ი ღია იქნება ეხა 6-ზე? გუში ხო ვიყავით Walmart-ში, ყველაფერი ხო ვიყიდეთ. პირველ რიგში იმის გამოწვევას, რომ გამაგზავნებელი გჭირდებოდა მაცივრის შესართავად და მაგის ყიდვა დაგვავიძნა. მოვედით, მე ისე წავიდა ალექსი, იყიდა ეგ და მე გამახსენდა რომ მადუღარაც მჭირდებოდა. და ეხლა სად ვიშოვოთ, მაგას ვფიქრობთ, რომ მე ეს როდის გავაჩერებთ ჩვენ ტრაილერით. Walmart-თან. ოფენა წერია და იქნება ღია. მართლა, 6-ზე გაიგებოდა? 7 საათის არა, ესე ადრე იღებოდა Walmart-ი, თუ მარტო ეს იღება. 6 საათი არის. 24 საათიანი რო არ არის, ზუსტად ვიცი და. წავედი ის დროს გავიდა ამასობაში. რამდენი ხნის გზა არის? აეროპორტამდე. 20 წუთი. ესე გავამზადე უცებ-უცებს წერაფად ავოკადოს სენდვიჩები. ვერგა ალექს. მაგარია, ნიორი აქვს ამა სამ სოუსს და გვაკამოლე არის. კაი ხანი ეს ყავა არ ქონია ხო? სიმზივე. აი. სად უნდა ჩააბარო, ვისთან უნდა მიხვიდე? ნახეთ სად ვართ? ჰა? როგორი აეროპორტია? შო. ეხლა დავინახავთ როგორ აფრინდება. თუ დაეშვა ეს. ეს კარები არ მიკეტო, ეხლა არ ჩავიკეტოს. გასაღები აიღე. დაეშვა, ხო? არა, ესენი დაეშვა, მგონი. აუ, რა მაგარი იქნება. აგდებოდი? სამიგზავრობა? კი, მაგრამ ძალიან ბევრი ცვივა ისე ამერიკაში. ახლა ბოლო დროს ხო? თუ რა ვიცი. უფრო მეტად გახდა ცნობილი თუ მე მიგდებს მაგდენ რამეს. სულ ავიაკატასტროფების ვიდეოებია ჩვენ ფორიოზე. ხაურა საყვარელია. აი, აფრინდა რაღაცა. ძალიან პატარაა ხო ესენი? ფილმებში რომ ეფრინავენ ხოლმე სამი კუნძულზე და იგეთებს. იურული პერიოდის პარკში რო არის, ხო იცი? დინოზავრების კუნძულზე რო წავლა. მესა ფილმებში რო ესეთი არის აქავრობა ხო? არა, ვინ არის? კარგი მამა. სერიალი ოფისი. იქ თვითონ რო გადმოსცემენ იმის ხმა არის ხო მედიაში. Prize, they told me the closest one to here is going to be the Plainfield location, which looks like it's about 4 miles from 4 here. miles. Yes. აქ არ უნდა ჩააბარო?
არაო და რა ვიცი. ხომისამართი მოხდეს მანქანის შესაბარებლად და დისპეჩერმა ალექს ჩაუგდო თავისი პირველი ლოუდი. მოვიდით. ყველაფერი გამოიტანე? კი. სამაგრი რაღაცები. ის საწამოყვანა დღეს იმ აეროპორტში. მანდი იყო წესით რა ვიცი. რა ქვია იმას? ნიშნული ხალხი. ტრაქს თავს ჩვენსას. ალექს რამდენი ტელეფონი გაქვს? და კიდე არ მყოფნის. კიდე ერთის დამატება მჭირდება. კიდე ერთი ტაბლეტი ხო? პლანშეტის ყიდო. ჩემი მარც მოწოვა და არაფერი არ დასჭირდათ. პირდაპირ ჩაიბარეს. ახლა მოვა ტაქსი და გამოიძახე უკვე? ნახოთ როგორი მანქანით წავოთ. ესე ვიაროთ ერთი შენ ერთი მე. აუ შენი ქროქსები ეს უფრო მომწონს. კომფორტულია. მე შენი მომწონს. შენი არის დამსუბუქი. მაგრამ ცოტა პატარა მაქვს, მომჟდარი არის. აი გაგვიმართლა პრიუსი მოვიდა. ისინი არიან ტრანსპორტები. დავბრუნდით. ახლა გავუდგებით გზას. წინ თელი შაბათ-კვირა გვაქვს. აბა. წავედით. წარმატებული იყოს ჩვენი მოგზაურობები. დავიწყოთ. რამდენიმე დღის წინ რო ინსპექცია ჩაგვიტარეს, შეიძლება ახლა ხშირად შეგვამოწონ და წასვლამდე არ გვინდა რამე შარი ავიკიდოთ კიდე. ტვირთი არ იყო ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც აწონა ალექსმა. გარიმასთან დაკავშირებით გაინტერესებდათ კიდევ დაგვიწერეს თუ არა, მაგრამ ჩვენც არ ვიცით, უფროსმა გვითხრა, რომ უნდა შევიკრიბოთო და რა ვიცი, მოვილაპარაკოთო თუ რაღაცა და ну მოკლედ არც მათ არიციან წინასწარ. ან ალბათ რო წავალთ, მე გავიგებთ, ეს Crow არის. ტრაქზე რო იწყებ ხოლმე მუშაობას, ძალიან ბევრი კომპანია წინასწარ იტოვებს ერთი კვირის თანხას, ერთი თუ ორი კვირის თანხას. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ერთი კვირის. ან კიდევ ყოველი ხელფასიდან გაჭრიან $150 ან $200 და ჩვენ ახლა მაგალითად 10 კვირის მანძილზე $200 ჩამოგვაჭრეს და დაგროვილ თანხას კომპანიიდან რო წახვალ და ყველაფერი მშვიდობით თუ იქნება მანქანას ნაკაწრები და ზიანებები არ იქნება შენგან მიღებული, ანუ შენი მართვის პერიოდში თუ არაფერი ისეთი არ მომხდარა მანქანაზე, კომპანია გიბრუნებს ამ თანხას. ხო და იმედია რომ ამ თანხასაც დააბრუნებენ. ჩემი ჩანთა დამრჩა და ალექს მოაქვს ზოგ კომპანიას 1500 აქვს ეგეს Crow, ზოგს 2000 და ასე შემდეგ. გავიყოლოთ Subway. ტრაქს დაბერზე ყველაზე ჯანსაღი ეს საჭმელი მგონია, ნახეთ, რამდენი გემრიელი ბოსტნეულია. ყოველ შემთხვევაში ბურგერებს და McDonald's საჯოვებს. რამდენი ხორცი ჩაოდია, ასე ბარაქიანად პირველად გააკეთეს. ისპანახი აღარ ჩაეტოვა კი მინდა, მაგრამ უთხარი აბა, ვერ დაკეტავს. ამის ფასიც ყოველთვის სხვადასხვა არის. ხან $11 ვიხდით, ხან 13. დღეს 16 და რაღაც გადავიხარეთ. მე მგონი ორმაგის გაუტარა. ორმაგი ხორცის თანხა. ჩვენი დღეც ესე დასრულდა, დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ იმედია მაინც მოგეწონებათ, რომ მე მოტივაცია არ დამეკარგოს და გავაგრძელო ვლოგების გადაღება. შემდეგ ვლოგში კი მივიყვანთ ტრაქს და იქნება სამზადისი უკვე ფრენისთვის. თუ აქამდე უყურე ვიდეოს, კომენტარში დამიტოვე ყვითელი გული.